პურის დისტრიბუცია და ჯარიმები მეწარმეებისთვის დიდ თავსატეხად იქცა. დისტრიბუციის მანქანებს პარკირებისა და ეგრეთ წოდებულ ყვითელ ხაზებში გადაადგილების გამო 10,000-ობით ლარის ჯარიმა დაუგროვდათ. პურ პროდუქტების მწარმოებლები ამბობენ, რომ ჯარიმები იმდენად დიდია, რომ ბიზნესის მუშაობას საფრთხეს უქმნის. მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო ხარჯებს და აძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას. ეს კი საბოლოო ჯამში მომხმარებლის ჯიბეზე აისახება. იმისთვის, რომ პრობლემა კიდევ უფრო არ გამწვავდეს, სექტორი მერიისა და საკრებულოსგან პურის დისტრიბუციის მანქანებისთვის წესების გამარტივებას ითხოვს. ზოგიერთი მაღაზი არის დღეში 2-ჯერ და 3-ჯერ ითხოვს პურის მიწოდებას და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი მანქანები და დისტრიბუტორები ხვდებიან ძალიან ესე იგი საჯარიმო სანქციების ქვეშ, იმიტომ რომ გადაკვეთა იქ ყვითელი ხაზი, იქ არა აქვს მაღაზიებს უკანა ბაქანი რომ მიიღოს ეს პური და არის მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც ეს ჯარიმები იმდენად დიდი დაგროვდა ახლა რამოდენიმე ქარხანაში, რომ გადააჭარბა 1000-ებს. აი მაგალითად 25,000-ია ერთ ქარხანაში, 27,000-ია მეორე ქარხანაში. არ შეიძლება ეს ყველაფერი თვითღირებულებას აწვება. ამიტომ ამას უნდა ხელშეწყობა ყველასაგან. მე ვთხოვ ქალაქის მერსაც, მე ვთხოვ ქალაქის საკრებულოს, ეს საკითხები აუცილებლად გულთან მიიტანონ, რომ ეს საკითხები უნდა გადაწყდეს. ანალოგიურ გამოწვევებზე საუბრობენ კვერცხის მწარმოებლებიც და დახმარებას ითხოვენ. ჯარიმების გარეშე სექტორის დისტრიბუციის მანქანებსაც უჭირთ სასურსათო მაღაზიების წინ გაჩერება. ჯარიმების მოცულობა მათ შემთხვევაშიც რამდენიმე 1000 ლარზეა ასული, რასაც საცობებიც ემატება. შედეგად სასურსათო ობიექტების მომარაგების მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია. სწორედ ამ პრობლემების გამო მეფრინველეობის სექტორი კვერცხის გაძვირებას აანონსებს. მოსალოდნელია, რომ იანვრის ბოლოდან კვერცხის ფასი 1-2 თეთრით მოიმატებს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჯარიმების პრობლემა არა მხოლოდ პურისა და კვერცხის არამედ დისტრიბუციის მთელ ქსელშია. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ შედეგად ბიზნესის ნაწილს ჯარიმები საბოლოო პროდუქციის ფასში უკვე გათვალისწინებული აქვს. ჩვენ და სამწუხაროდ ფიზიკურად შეუძლებელია ჯარიმის გარეშე რიგ შემთხვევაში პროდუქციის მიწოდება ამა თუ იმ ობიექტზე. ფიზიკურად თითქმის შეუძლებელი ხდება ჯარიმის გამოწერის გარეშე პროდუქციის მიწოდება და საბოლოოდ ეს რა თქმა უნდა ფინანსური ტვირთია კომპანიებისთვის, რომლებიც საბოლოოდ ამ ყველაფერს იძულებული არიან ასახონ პროდუქციის ფასში. ახალი წლის შემდეგ აუცილებლად მოგვიწევს გაძვირება. ეს არ არის გუშინდელი და ამთვის ინფორმაცია ჩვენ ამას ვლაპარაკობთ რამდენიმე თვეა. ვითხოვთ დახმარებას სადისტრიბუციო მიმართულებით. ელემენტარულად ჩვენი დისტრიბუციის მანქანები ვერ ჩერდება სასურსათო მაღაზიების წინ, რომ შეიტანონ პროდუქცია. მოგვიდეს რამოდენიმე ათასიანი ჯარიმები და ესე იგი დისტრიბუტორი რომელიც 25-30 მაღაზიაში შედიოდა დღის განმავლობაში ნახევრადაც ვერ ასრულებს საცობებიდან გამომდინარე, აქ უკვე თავზე ძალა არ არის და იძულებული ვარ ძალიან უმნიშვნელო 1-2 თეთრით მაინც მოუმატოთ ფასი. პრობლემა არა მხოლოდ ჯარიმები, არამედ სადისტრიბუციო ქსელის გადატვირთვაცაა. მაგალითად, პურ პროდუქტების მწარმოებლები ამბობენ, რომ დედაქალაქი ყოველდღიურად 400 ტონამდე პურს მოიხმარს. ამ მოცულობის პროდუქტის განაწილება კი ერთსა და იმავე დროს სწრაფად და ეფექტურად რთულია, მით უფრო საცობების პირობებში. გამოსავლის ერთ-ერთ გზად პურის მწარმოებლები ღამის დისტრიბუციის აღდგენას მიიჩნევენ, რათა პროდუქციის ნაწილი მაღაზიებში დილის 6 საათამდე პერიოდში შევიდეს. ეს დილის მომარაგებაზე წნეხს შეამცირებდა, თუმცა ეს იდეა განსახორციელებლად შეუძლებლად მიაჩნიათ რითეილ ასოციაციაში. მათი განმარტებით ეს ნიშნავს დამატებითი ღამის კადრების მოძიების საჭიროებას, ადმინისტრაციულ სირთულეებს და გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, რაც თავის მხრივ პროდუქციის ფასებზეც აისახება. დღის საათებშიც კი გვიჭირს იმ საჭირო მასშტაბით ვიყოლიოთ კადრები, რაც გვჭირდება. ღამის ცვლაში კადრების შოვნა არის ძალიან დიდი პრობლემა. ფაქტურად შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ ღამის ტარიფები არის როგორც წესი ორმაგი, რაც საგრძნობლად გააძვირებს საოპერაციო ხარჯებს რითეილ სექტორის და საბოლოოდ ეს რა თქმა უნდა აისახება პროდუქციაზე. ამ ეტაპზე რითეილ სექტორი ნამდვილად არ არის მზად ამ პროცესებზე გადასასვლელად და ასევე ჩვენთვის საკმაოდ ასე ვთქვათ უცნაური და გასაკვირი არის მწარმოებლების მხრიდან ასეთი მოთხოვნების დაყენება, რადგან თავის დროზე თვითონაც იყვნენ იმის მომხრე, რომ არ გადავსულიყავით ღამის დისტრიბუციაზე. თუ არ აყავთ კადრი, ახლა ჩვენ რა გავაკეთოთ? ყველას ერთბაშად ხო დილას ვერ მივაწვით და ჩვენ მოვალეობას პირნათლად მოვიხდით და ვიხდით. საერთოდ კვების პროდუქტების მომარაგება აი ასეთ ქალაქებში თქვა. აი ევროპის ქალაქები ავიღოთ დიდი ქალაქები, სადაც ხდება ღამის მიწოდება. ანუ ღამის მიმღებები ყავთ და ისინი იღებენ პროდუქციას, დილით მაღაზია რო იხსნება, ამ დროს პროდუქცია დევს. ეხლა ჩვენთან როგორ არის? ყველა იხსნება 9-10 საათზე და ყველას უნდა 9-10 საათზე. შეუძლებელია ეს. ჩვენ თუ ავიღეთ ევროპის და საერთაშორისო პრაქტიკას,
როდესაც სადისტრიბუციო მანქანა მიდის, აქ აღსაუბრობთ, რომ მთლიანი ქუჩა იკეტება, ძევს სპეციალურ ნიშანს, მაგალითად, მოცილებით, რომ გაითვალისწინოს უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებებმა, ახდენს პროდუქციის მიწოდებას და აგრძელებს მოძრაობას. ანუ ეს არის ბევრი ქვეყნის მაგალითი, გამომდინარე იქიდან, რომ სურსათი არის პრიორიტეტი, მისი მიწოდების და უწყვეტობის ჯაჭვი არის პრიორიტეტი და ის ფასი არის პრიორიტეტი, რა ფასითაც ხდება საბოლოოდ პროდუქტი თაროზე. თბილისის მერიამ საცობების განტვირთვის მიზნით იანვრიდან პიკის საათებში დიდგაბარიტიანი ტრანსპორტის მათ შორის სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა შეზღუდა. ეს შეზღუდვა არ ეხება არაგაბარიტულ სადისტრიბუციო მანქანებს, თუმცა მათ ჯარიმებისა და პარკირების პრობლემა შეექმნათ. მერიამ დისტრიბუტორებთან შეთანხმებით ვალდებულება აიღო, რომ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომარაგების წერტილებში 550 საპარკინგი ადგილს გამოყოფდა. თუმცა როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციაში განმარტავენ, ამ დროისთვის მხოლოდ 120 ასეთი ადგილია მოწყობილი.